ქრისტე დაიბადა დიდება მას დღეს 7 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის შობას ზეიმობს. ქვეყნის ტაძრების უმრავლესობა უდიდეს საუფლო დღესასწაულს ღამის თევის მსახურებით შეეგება. ტაძრებში საღვთო ლიტურგია შობის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე დაიწყო და დილამდე გაგრძელდა. გალობით, ლოცვითა და უფლის დიდებით აღინიშნა ქრისტეშობა გურჯაანის სამების სახელობის ტაძარში. ტრადიციულად საზეიმო წირვა მამა ილიამ აღავლინა და მრევლს ქადაგებით მიმართა. ტაძრის წინამძღვარმა დღევანდელი დღის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და უფლის შობა სრულიად სამყაროს ამბიონიდან მიულოცა. ილოცავთ კიდევ დღევანდელ დღეს ჩემო ძვირფასებო ქრისტეს შობის დღეს. ილოცავთ სულ ყველას, ყველა მორწმუნეს პირველ რიგში ვინც ლოცულობდა, ვინც მარხულობდა, ვინც ევედრებოდა უფალს თავისი მომავლისთვის, თავისი ქვეყნისთვის, თავისი ხალხისთვის და ამ მსხვერპლს იღებდა რა და ამით გამოხატავდა თავის დიდ სიყვარულს ღვთისა მიერ. დღეს არის უდიდესი დღესასწაული. მოევლინა მაცხოვარი კაცობრიობას. ქრისტიანისთვის ეს და არა მარტო ქრისტიანისთვის იმდენად მნიშვნელოვანი დღეა, რომ ყველაფერი მერე აქედან იწყება ქრისტიანის ცხოვრებაში. იქიდან, როდესაც მის ცნობიერებაში, მის გულში დაიბადება ქრისტე მაცხოვარი და დაიბადება ნათელი, როგორც ვიძახით წმინდა წერილებში, როგორც წერია, რომ მოგვევლინა მზე სიმართლის ჭეშმარიტების. აი ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ყველა ადამიანის ცხოვრებაში, რომ მის ცხოვრებაში გაჩნდეს ის ნათელი, ის ორიენტირი, საერთოდ ეს ადამიანი მიმართავს თავის ცხოვრებას, თავის გონებას, თავის გულს. და პირდაპირ გვეუბნება მე რომ რომელმაცო სანთო ეს ნათელიო ჭეშმარიტიო მან განთავისუფლა თქვენო რისგან განგვათავისუფლა ჭეშმარიტება უარყოფითი ფიქრებისაგან ჩემო ძვირფასებო ყველაზე მეტად რაც უჭირს ადამიანს ეს არის ის ფიქრები რომლებიც არაფრის მომტანი არ არის პირისთვის დამაზიანებელია ჩვენი ურთიერთობის ამას ქვია პროვინციული აზროვნება მხოლოდ და მხოლოდ მატერიაში რო ეძებს შვებას ადამიანი და შეიძლება კი ვითარდება მატერიალურად, მაგრამ თავარი აკლია მას. აი ის ნათელი აკლია, რომელი ნათელიც მოვიდა და წარმოიდგინეთ, როგორ უყვარს ადამიანი მამას ზეციერს, რომ მოუვლინა თავისი ძე, რომ აი ეს ნათელი დაინახონ ხალხმა და აი ამ ჭეშმარიტების გზით იარონ. უარყონ თავისი არასწორი აზრები, თავისი ფიქრები, თავისი იდეები, იდეოლოგიები, რომელიც არის ფილოსოფიურ აზრებზე აწყობილი და დღეს თუ ეს ფილოსოფიური აზრი რაღაცა და იდეოლოგია რაღაცას ნიშნავს, ხვალ ეს ნაგავზე ეგდება. ნაგავზე ვარდება ესა და აი ეს ზედმეტი რაც არის ადამიანის გონებაში ის ნაგავი, სიბინძური რა მოდისო, რას გვეუბნება გულიდანო და პირიდანო, რუშობანიო, არვანიო, სიძვანიო, პლანიო და ასე შემდეგ და ეს ამისგან უნდა განთავისუფლდეს ადამიანი. თუ რეალურად ადამიანს უნდა რომ თავისუფალი იყოს, ის ქრისტეს სიტყვის მორჩილებაში უნდა იყოს. და აი მორჩილებამ და ქრისტეს სიტყვამ უნდა გაანთავისუფლოს ეს ადამიანი. თუ ეს სიტყვა შენში არ არის, ვერ ახარ თავისუფალი, რანაირი ბევრი პულიც არ უნდა გქონდეს.
რანაირი ბევრი შესაძლებლობა და საზოგადოებრივ წრეში რანაირი ადგილიც არ უნდა გეჭიროს, ვერ იქნები თავისუფალი. თუ არ აყავს ის ნათელი ჭეშმარიტი, საითაც მიდიხარ და რაც არის შენი ორიენტირი ცხოვრებაში. როგორ აზროვნებ, როგორ ფიქრობ, როგორ მოქმედებ, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ეს არის ზუსტად ის მთავარი, რითაც ჩვენ მოყვასთან ურთიერთობაში შევდივართ. და ზუსტად აი იქ ან იდიდება ღმერთი, ან კიდე იგინება. მაგრამ ღმერთი სიდიადეს ვერაფერი ვერ შებღალავს, ეს იცოდეს. მხოლოდ და მხოლოდ თვითონ ადამიანი პიროვნება, რომელიც არასწორად მოქმედებს და არასწორად აზროვნებს, ის იბღალება. ამიტომ აი ეს ნათელი, რომელიც მოგვივლინა მზე სიმართლისა, როგორ არის შემკობილი. მამა ზეციერმან, ეს უნდა იყოს დღესაც ჩვენი ორიენტირი ქართველებისა და ამან უნდა გაგვაერთიანოს, იმიტომ რომ სხვა ყველაფერი ყოფს ჩვენ ერთს. ყოფს და გვაძულებს ერთმანეთს. მხოლოდ ქრისტეა ის, ვინც ჩვენ გვაერთიანებს. შობის აღსანიშნად გურჯაანის სამების ტაძარში უამრავი მომლოცველი შეიკრიბა. შეიძლება ითქვას, რომ ტაძარი მომლოცველებს ვერ იტევდა. უდიდეს საუფლო დღესასწაულს ისინი ერთმანეთს ულოცავდნენ და უფალს მადლობას სწირავდნენ. ბედნიერი ადამიანი ვარ, ეს იმენაირი დღეა, ქრისტეშობაა. ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანაა. კურთხეულ ხარჯზე დედათა შორის და კურთხეულას ნაყოფი მუცლისა შენისა და რამე თუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა. ამ დიდებულ დღესასწაულს ულოცავ მთელ საქართველოს, თქვენ, ჩემო ძვირფასეო, მთელ საქრისტიანოს, მსოფლიოსაც, იხარეთ, იბედნიერეთ და იმრავლეთ მრავალჟამიერ. საოცარი სიხარულის უფლებს დღეს სრულიად საქართველოში, ჩვენ სამების ტაძარში. აი ამ წუთებში ვიწყებთ ალილოს მცველობასაც და ჩვენ აღნიშნავთ იმას, რომ მაცხოვარი ზეციდან მოვიდა ქვეყანაზე იმისთვის და ადამიანის ხორცი შეისხა იმისათვის, რომ როგორც პავლე მოციქული ამბობს, მონობიდან აზნაურობაში ავიყვანეთ. ამიტომაც ამას თითოეული ქრისტიანი იაზრებს და ნეფსით უნებლიათ ძალიან დიდი სიხარული ეუფლება მას. ვუსურებ თითოეულ ჩვენგანს, რომ ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობიანი, ისეთი როგორიც იქნება საკეთილდღეო საქართველოსთვის, სრულიად საქრისტიანოსთვის. ამინ. ტრადიციულად წელსაც წირვის დასრულების შემდეგ გურჯაანში საშობაო მსვლელობა მოეწყო. ყრმა იესოს დაბადება მამა ვაჟამ ქალაქის მოსახლეობას ქრისტეს მახარობლებთან ერთად აცნობა და მიულოცა. ალილოს ტრადიცია მივიწყებული იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით კი ის 2 ათეულ წელზე მეტი აღსდგა. უპირველეს ყოვლისა მინდა ყველას მოგილოცოთ გურჯაანის და ველიცხის ეპარქიიდან შობის დიდებული დღესასწაული. ქრისტე იშვა და დღეიდან ჩვენ აღარა ვართ მონები, ვართ თავისუფლები და ქრისტეს შობის სიხარული მოფენილი იყოს სრულიად საქართველოს. თითოეულ ადამიანს გულში ინებოს ღმერთმა, რომ ჩვენს გულებში შობილი იყოს მაცხოვარი ჩვენ უფალი იესო ქრისტე და მე მინდა აქედან ყველამ საზოგადოებრივ მყოფებს, პატიმრობაში მყოფებს, სარეთეზე მიჯაჭულებს ყველას მინდა მოულოცო შობა და იმედი და სიხარული ქონოდეთ გულში. ქრისტეს მახარებლებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებით შეუერთდნენ. მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილმა მსვლელობის მონაწილეებს ნობათი გადასცეს და შობა მიულოცეს. დღეს ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულია. გურჯაანში ალილოს მსვლელობა მიმდინარეობს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ტრადიციულად შეუერთდით ალილოს მსვლელობას. მინდა ყველა სრულიად საქართველოს მიულოცო დღევანდელი ბრწყინვალე დღესასწაული. უსურო გამთლიანება, ერთ მუშტად შეკვრა. დღეს ისეთი დღეა, სიცოცხლის დაბადება და ჩვენს გულებში, ჩვენს სულებში დაესადგურებული იყოს მშვიდობას, თანადგომას, სიყვარულს. საზეიმო მსვლელობამ ქალაქის ცენტრალური ქუჩები მოიცვა. მას არაერთი მოქალაქე შეუერთდა და შეგროვდა შემოწირულობა. შობის დღესასწაული მინდა მიულოცო მთელ საქართველოს, მთელ საქრისტიანოს. მართლმადიდებელი სამყარო დღეს ქრისტეს შობას ზეიმობს, რომელიც მართლმადიდებლებისთვის და განსაკუთრებით ქართველებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაულია. მაცხოვარი იშვა, ხსნელი მოველინა დედამიწას და მინდა გისურვოთ, რომ ჩვენს გულებში
ყოფილი იყოს სიყვარული, სიხარული, ბედნიერება და ჩვენ გულებში შობილი იყოს მაცხოვარი. შეგროვილი ნობათი პატრიარქის კურთხევით ტრადიციულად გაჭირვებულ მოსახლეობას დაურიგდება. ქრისტეს შობა პირველი საუკუნიდან აღინიშნება.